დილამშვიდობის სადღაც სოფელში მოვედით ვიცლებით საწყობში მოვედით ალაბამაში ესეთი თვირთი არის გადადებს ამაში არ ვიცი აბა შეხედეთ ნახშირია თუ რა მოკლედ ფლეტბედებზე მუშაობენ ძირითადად და ის არის რა ქვია რაღაცა უცნაური დოკი აქვს წყალი რო დგას მან ჩააყენეს შიგნითო და ახლა მოვუტრიალდი აქ რო ჩავაყენო და ეს არის დოკი ეთქობა, აი მას დამიდებენ მე დამტვირთავად. რა უყო. აი აქ წყალი დგას შეგნით და აი ეს არის დოკი და აქ უნდა ჩავაყენო ესე. შეგნით რა უკრინდა მხრიდან მივაყენებ და დატვირთავ. სად დატვირთავი? წყალში. ვიტვირთეთ მე და ანიზა, მაგნოლადში გავიარეთ, რაღაცები ავიღეთ. ცივი ყავასაჭველები, აგერ პირდაპირ შევხვდენეს დაბაგირება და წეღან ავიწონე, გავასწორე ტანდემით და დავიძარით ოკლაჰომისკენ. ჯერ არ ყოფილა ოკლაჰომაში რაც დავიწყეთ ამ კომპანიაში. ნახეთ 42 გრადუსი არის. აგერ აწერია მანქანას. დავიჭრ წავედით. ის დამაღვიქ. უკაცრავად და რა მაინტერესებს? პატრონს. ვიგებდე კინოს, ვინგაპეტავს გულიგად კინოს, ანტუნდაც ბონიტა გატინოს, ზეკვაში გირევა მინოს. წუჩი წამში ამსამა, გაჩერდეს მინდა დაიწყოს დრამა, მინდა დიდი მაგასეს დრამა, ფილმი ჟანრი მინდა მელოდრამა. Bonita como estás, შენი თუ ჩემი მეტროკებენ ექსტას. შენი თვალების მე სტას, შენი თუ ჩემი მეტროკებენ ექსტას. შენი თვალების მე ტამს, მოდოლამაზე კარამერა მარგეც. დილამშვიდობისა ოკლაჰომაში ვარ და აქ უნდა დავცალონ ახლა გუშინ ჩამოვედი ღამე და ამას მივყვები ახლა რომ მიმიყვანოს დასაცლელ ადგილას აი ესეთი რაღაცა მოვიტანე ჩემს ეს არის და ეხლა ვარ ოკლაჰომაში გუშინ წამოვედით ალაბამადან 700 მაილი მქონდა გამოსავლელი და დღეს დილით შვეიცარიის ნახევარზე დავიცალე. და ეხლა აქედან ავიღე ისევ დღეს ვეტვირთი და მივდივართ ისევ ალაბამაში, სადღაც ცოტა შორს, სადღაც 800 მაილი არის ჯამში. ხა ველოდები რომ დამირეკონ.
ყავის გემოაქვს, მაგრამ მაგარი მწარია. ამას ვერ დავლის შანსი არა. თვეში ერთხელ გქონდეთ delivery ან რაღაცა ეგეთი და კიდე ზოგადად თუ მიხვალ ესე დიდ საწყობში და ისმის რეპის ხმა, ესე იგი შავკანიანი მუშაობენ და მაგარი ნელი იქნება დატვირთვას და დაცლაც მაგრად გაიწელება და სიტყვაზე თუ მუშაობენ, თუ ისმის ესპანური მუსიკების ხმა, ესე იგი მექსიკელები მუშაობენ და უცებ დაგცლიან და უცებ დაგტვირთავენ რა. პირამიდა ეგონათ მეგობრებო, არა, სათევზაო მაღაზია. მაკის შესვენება. ამათი range sauce-ი რომ მიყვარს ეგრე რა ვიცი. მაგრად უხდება fries. ზომის ფაიჭი. სახე წელიწადის ამ დროისათვის უშვება. შენც კი ხდება. შურში ის ციხეში თქონდა გადარებული. როგორ ფიქრობ, ეს მაგარი ეს Walmart-ი ბევრს გეცოდინებათ, მეც რავი შეიძლება 10 ჯერ მაინც იყო ნამყოფი, 95-ის გვერდზე არის. ცოტა რაღაცა წესები შეუცვლიათ, ფოტოები გადაუღე, რომ ჩავხსენი, რომ პრობლემებზე რომ დაუდე და ოფისში მკითხეს და გვაჩვენეო რა. სხვათა შორის რომ შემოვიდი, ეგრევე დორი მომცეს და არ ხდებოდა ხოლმე ადრესულ ლოდინი მიწევდა. ღამე იყო გვაგვიანდებოდა და მივედი ერთ ტრაქტორზე წვიმა დაიწყო მაგარი. ხო, და ისა არ გვაქვს ადგილიო. მე მეორეგან მივედი ლაოსზე და რავი 1 საათი ვიარე ძლის მოვედი აქამდე მე ბოლოს. paid parking-ი ეწერია? ჰა. მაშინ არ ვიცი ეწერა თუ არა, შეიძლება ეწერა, მაგრამ მაშინ მე რო დავაყენე არა, არ გადამიხდი, აი ქვემოთ დავაყენეთ, იქ ქუშები და რაღაცეები რო აი. იქ დავაყენეთ და რა ღამე იყო, გათიშული ვიყავი დაღლილი magari და ვის ქონდა. აი ჩვენ ხრესზე გვეყენა სადღაც იქეთ და ნეტა იქაც ფასიანი არის. $12 რაღაც ითხოვენ და რა ვიცი. გავაჩე და რა ვიცი, საერთოდ გადავიხდით, აი მეყენა ადრესადაც ქვემოთ. მაშინ რომ მოვედი გვიანი იყო თან გავსებული იყო პარკინგი რა. აქ რაღაცა ლამპიონები არის, ხო? ესენი კვანათებდა, მე ცოტა მიყრუებული ადგილი კი არის. Walmart-ის delivery გავაკეთეთ და აქ რა ხდება რა. ერთი კიდე შევამოწევ რამე ტრაქტორი ხო არ არის ახლოს თუ არა და დავაყენებ slippers და ეგ არის ხვალამდე ხვალდილისთვის იპოვი არამეს. ზოგადად $20 იღებს ხოლმე პარკინგები 20 ხა $12 არაფერი არ არის, მაგრამ მაინც აგერ ვართ ლავსი არის 13 წუთის გზაზე, მაგრამ შეხედეთ ეს არის ტრაქსტოპი და ეს ხო არის გადაღებული, ახლა ფოტო დღისით არის გადაღებული. უყურეთ დღისით რო ესეთი გავსებული ერთი ადგილით კი არის ჩანს, ეხლა რომ მივიდეს აღარ მოუგეს შანსი არ არის აქ ადგილი და აქაც დგანან უყურეთ. აი ესე უნდა დააკვირდე ხოლმე რა, ყოველთვის ესე ვაკვირდები ხოლმე. სადმე გვიან თუ ჩერდები, ვცდილობ ხოლმე დიდი პარკინგი ვიპოვო, იმიტომ რომ დიდი პარკინგებზე უფრო დიდი შანსია რომ ადგილი იყოს რა. რაც წამოვედი პრინციპში არ დავჩენილო ადგილის გარეშე, ერთს მაინც პოვლოვდი ხოლმე ან რესტარიაზე ან ტრაქსტოპზე და პლუს კიდე არც ფასიანზე არ მდგარ ვარ აი დღემდე რა. ამის 3 კვირა გადის უკვე აქ ვარ და რავი, ძალიან გვიანაც არ გავჩა 1-2 ჯერ მომიწია ცოტა გვიან გაჩერება და პირველად ერთხელ ღამე რო გადავათენენ ფლორიდაში, იმის მერე ღამეც არ მივლია და რავი. არც ძალიან გვიან არ გავჩერებულ ვარ. ის რავი. Wanchalla. ესეც საჭმელს ეცებს. ისე მაგარი ჭკვიანი ფრინველი არის ყოლა.
გადავიყვანოთ სლიპერზე და ეგ არის. როცა დრო მაყდება ხოლმე რეკავ სიტყვაზე დამატება თუ გინდა დავრეკავ ხოლმე რამდენიმე შეკითხვას უმისმა, ანუ ვინ ხარ მაგას ეუბნები, რომელი კომპანია, იმიტომ რომ რამდენიმე კომპანიას ემსახურება ეს ELD-ეს აპლიკაცია კონკრეტულად. ეს არის Sharp ELD, ძალიან ბევრი, რავი, ერთი რამდენი კომპანია მაქვს შეცვლილი, მგონი მე-7 კომპანია არის ეს, რაც შეცვლილი მაქვს და ყველგან სხვადასხვა აპლიკაცია მქონდა, სხვადასხვა ELD. ხო და რავი, ყველა თითქმის ერთნაირი სისტემა არის, არაფერი განსაკუთრებული, ერთი თუ იცი ყველას ჩვეულებრივად. არაფერი ელემენტარული არის და დავრეკავ ხოლმე ვეტყვით სიტყვაზე თუ რამდენი 2 საათის დამატება მჭირდება 4-ის ახალი შიფტის გახსნა მაგალითად თელეგრამი 10 საათი თუ არ ვიძინე და მალე ავდექი დავრეკავ სიტყვაზე 6 საათში თუ ავდექი ვეტყვი რომ აი მჭირდება გამეხსენით და 5 წუთში 6 წუთში გაგიხსნია რა ავარია მოხდა ეხა შუქნიშანზე და აგერ ტრაქსტოპით რაღაცა ბენზინგასამოს სადგური იყო. Turn right onto East Lafayette Street. არც არის ტრაქსტოპი, მაგრამ აქედან მოვუარეთ და მედია რა მძიმე ის არ არის. თუხა კაცი შვილმა არ გამაღვიძა. არ მოუკაკუნებიათ რომ გადაიხადეთ პარკინგია უფასოდ გვეძინა. ადრეც უფასოდ ვიყავი არა და რევიუებში რო შევედი ყველა წერდა რომ ფასიანი არისო და მეც ანუ უბრალოდ რო შევედი პარკინგზე ეწერა რომ ფასიანიაო, მაგრამ რა ხო და ეხლა მოვიდით პიკაპზე ალაბამაში და უნდა წავიდეთ ინდიანაში. ესეთი კომპანია რაღაც ნემაკი თუ რაღაც ნიმაკ სასწორზე შევდივარ რა ქონდა ავიწავთ ხაცარიელი მე გამოსვლისას კიდე დატვირთულიც green light რო აინთება მე რეცადია თელი რუკა და ამბები მომცა წრეები უნდა ვარტყა მე დავაყენე დოგზე და როგორც ჩანს ესეთი ძრავის ნაწილები მიგვაქვს. შევიყვანოთ shipping დოკუმენტის ნომერი. დავასეივოთ და წავედით სასწორზე უნდა შევიდე ახლა სადმე უახლოესზე. შეყვანილი მყავს პროსტორად აგე. უფრო ახლოს არ იყო 1 საათის გზაზე. ავწონო, იმიტომ რომ ძიმე ტვირთი მაქვს. Let's go. ვიწონოთ და ვნახოთ ერთი რამდენი ვართ. ორი ტრაილერზე მაქვს გადაცილება 35920 მაქვს არა და ტრაილერი ახლა უკარო დავწიო კიდეც წამყვან თვალზე თითქმის აი მაზეა ლიმიტზე აყენია 12000-ია მაქსიმუმი 20 აკლია და ისიც აიწევა ასე რომ დამჭირდება ფიუსულის გაცურებაც რომ ეგეც არ აირიოს რა. ეხლა უნდა შევიდე მეორედ და ნახოთ აბა. ეს პატარა მანქანიცაა ჩემთვის ტრაქების სამაში. იმედია გასწორდება. ჯერ ფიუსული არ გამიცურებია რა, იქნება ეყოს და არ მოიმატოს იმ drive axle-მა, drive კი არა და front რა წინა axle-მა იქნება. არ მოიმატოს რა, მაგის გარეშეც თუ არა და მესამედაც მომეწევს შესვლა და ეგ იქნება რა. დავჯექი, ესე იგი მეორეზე, ესე იგი ამან დაიკლო პირიქით steering axle-მა რა. არ ველოდი პირიქით მეგონა რომ მოიმატებდა, ან იგივეზე დარჩებოდა, მაგრამ ეტყობა უკანასაც რომ დააწვა ეს ასიმციმე, გადმონაწილდა იცით რავი. მოკლედ წავედი რა, ზუსტად 33 თითქმის 12-მდე ზუსტად ძივა რა. ეგ არის წავედით.
მოკლედ საათნახევრიან საცობში გავიჭედეთ რა. საათი 16-ზე ჩამოსულა რა ვიცი. თუ სწორია და უფრო დიდი ხანი არ მოგვიწია. დაჯექი ახლა თუ დაიძრევიან წავიღო. ცოტა ხანი დავისვენებ თორე. აქ თუ ვიჯექით ყოველად. ამის გამოვიდექით. საათნახევარი საცობში. მე მგონი სატვირთოა გადავარდნენ. ნახეთ რა ვიყიდე მეგობრებო. Samsung-ის Tab A9 Plus. რა თხელია. ტრაქში მჭირდება ფილმებისთვის და ასე შემდეგ გზაში პატარა ეკრანზე დამეთხარა თვალები და კაი იქნება მოკლედ 11 ინჩიანი ეკრანი აქვს. ეს ბრონი ბარემ кейსი ვერ უშოვენ არ იყო. ფასივისაც გაინტერესებთ. 168 ტაქსებით ისე 160 იყო. ვართ გამოსულები და ბაემ რაღაცებით ვიყიდეთ ცოტა, იმიტომ რომ 13 წუთი უნდა ვიაროთ ფეხით. რა იპოვა? ეს გახსოვს? კი, მაგარია. არ იქნება. ესე იგი ფეხით ვიარეთ, ტროტუარებიც კი არ არის აქ და დააბრუნდით ლავს. თუ აღარ მქონდა რომ ტრაკით გამოსულიყავი, სულ ამომეწურა შევდი და ეხლა მივვალთ პარკინგზე, ჩავждებით და დავიძინოთ, კარგად დავისვენეთ. მე პლანშეტს გავტესტავ. ფილმებს ჩავждები ცოტა ხანი თუ გავქაჩე, თუ არ დამეძინე. ვარჯიშიც გამოვიდა. მოვედით ინდიანაში დასაცლელად. დილის 7 საათია. დავაყენე ახლა მცლია, დაიწყეს უკვე. გაცლებულია. და აქედან მივდივარ კენტაკიში, პიკაპზე 2 საათის გზაზე. და მე იქიდან წავიდე ტექსასის მიმართულებით. ესეც ასე დავიცვალეთ და წავედით ახლა პიკაპზე, მანამდე სანამ ტრაქსტაბზე გავივლი ლავსზე. ხელპირი არ დამიბანია და თან კიდე ყავას ან რამეს ავიღებთ. მითხრა მოგდაო, აბა ადამიანური თვერთი ნახეთ. ვედით კენტაკში პიკაპზე, მაგრამ 12-ზე მიაყენე, რომელიც გზაც კიდაო, ეხლა არაო. აქ მითხესო დააყენე, კანდოკებზე მე დავაყენო, მე 12 საათზე, რომელიც თავისუფალი იქნება სუპერთია, მანამდე აქ დაიცადე. იმ დღეს ტალახიანი საბურავებით შემოვიდა ფორკლიფტი და ეხლა უნდა გამოხვეტო, მე რომ გახმა ეს გაშრა მტრად იქცა და ცოტას გამოხვეტო. დატვირთვაზე ვარ მოსული და რამე რო ვარ თქვენ მაინც. ესეთი ტვირთი მიგვაქვს. მაგრამ რა არის აზრზე არ ვარ.
In a quarter Kentucky-s mile, turn right onto სოფლები Hardwick. შემოვიარე რა. ესე იგი ყველგან დაკეტილი იყო road closed, ყველა სოფლებში ვერ გამოვიარე და რა ვიცი, სად დაბოდიალო მეც არ ვიცი. იმედია გავახცევ სად. გადამეხვია იქაც ორგან დაკეტილი იყო გზა, მოკლედ მთელი Kentucky-s სოფლები დაკეტილია, ეხლა მოუნდათ რემონტი. ახლა კიდე მახვევინებს იქაც დაკეტილია თუ ეწერა არ ვიცი. თავარია გაუძრე ისეთი ხიდი არ იყოს რამე და ისეთი რომ წონას ვერ გაუძლოს და განაჩენი მგონი გავალცად მე შენ ასე შემოვლითი გზების ნიშნებით რაღაცები შემხვდა და სავარაუდოდ გავალე ხარ რა Turn right onto Kentucky უკან 191 ტრაკიც north. გამოუყვა ერთი პატარა მანქანა მოყვება კიდე რამდენი ხანია და ახლა მარჯვნივ უნდა გავიდეთ აი ხსენოთ წინა ტრეილერის პერიოდი მოვიპარო გინდა სიმენდი აქ რაღაცა გამხმარი ჩანს და ზოგან უფრო ნედლი არის ხოლმე მწვანე რა სიმწვანეა გამოვიდით სამშვიდობოზე და ჯობი არ ვაქვს დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ ძალიან დამაგვიანდება მე დადება და მე მგონი უკვე საკმაოდ დიდი გამოვიდა ეს ვლოგიც და შევხვდებით სადმე ტექსასში ან ტექსასში რა, დალასში სადმე. აბა დროებით.